გუშინი თუ გადემეკიდა. დედიკონა უყურებ რა ტელევიზორს, უყურებ რა ტელევიზორს, უყურე დედა, მაგრამ არ ჩართოთ. სამი საათი უყურა ჩოურთველა. აია ბავშვო. ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, რომ გევიზდები, ექიმი გამოვალ თქვა და ერთი ოცნება ამიხდა. გევიზარდე. ახლა ექიმი ვერ გამევედი. სამაგიერში, სამშობიაროში მუშაობ. გაბრძანე? ბებია ქალა, ბებია ქალი, ბებია შეძდოუძა. ჩემ თანამდებობას გენაცვალე მახარობელი ქვია, მახარობელი. თან იმ ფერსამშობიარში გაბიძგუნებული, დიდებული, კერძო სამშობიარო, ამის წინებზე პრეზიდენტიც კი გვესტუმრა. და მაგრამ ეწონა წარწერები კედელზე. გარედან ბავშვები შემოყვანა აკრძალულია. და მეორე წარწერა, ვინ ჩვენ სამშობიაროში სამ ბავშვს გააჩენს, მეოთხეს უფასოდ გავატა. აბა ისე კი არა, ჩინეთში ერთი სიტყვა რო წერია სამშობიაროზე, კმარა. ისე ჩვენ პრეზიდენტზე რო იძახია, ქალები უყვარს, ტყული არ დაიჯეროს, მაგრამ ერთხელ არ შემოუხედია ჩემსა. სხვანაირად. ეს ახალგაზრდა გოგოები ხო კიდო თით სუგადაგრევენ. იმფერი აჩქარებულები და იმფერი დაუკვირვებლები არიან. ერთი ახალგაზრდა გოგო მევიდა კონსულტაციაზე. რიგი დგას უშველებელი, ვინ უყურებს ამ რიგს? ჩოუქროლაზე და სადაც არის ოთახი ინახა შევარდა იქან. ხედავს პანჯერასთან თეთრხალათიანი კაცი დგას. გეიხარ ამას ასწრაფოთ, ახტა სავარძელს და აწია ფეხები. მაღლა უთხრა ამ კაცმა, აწია ამან მაღლა ფეხები. მაღლა კიდო მაღლა აწია და მესამედ რო გეუმეორა, მეტი მაღლა აღარ შემიძლია და მაღლა ქალბატონო გინეკოლოგი, მე პარიკმახერი ვარო.